ჩვენ ამ 9 თვის განმავლობაში მოგესალმებით საღამოშვიდობის თქვენს მაყურებელს მივესალმები. რაც შეეხება კითხვას, ამ 9 თვის განმავლობაში რეალურად უამრავჯერ დაისვა სწორედ ეს კითხვა, რამდენად არსებობს მოლოდინი დღევანდელმა სასამართლომ მიიღოს ობიექტური და სწორი გადაწყვეტილება და მე ყველა ეთერში თუ ინდივიდუალურ თუ აი ესეთ საჯარო გამოსვლებში ყოველთვის ვამბობდი, რომ სასამართლო საქართველოში რეალურად არ არსებობს. ამას უნდა ერქვას უსამართლო პირდაპირ მნიშვნელობით, იმიტომ რომ ქვეყანაში მართლმსაჯულება არის აბსოლუტურად მკვდარი, დემოკრატია არის აბსოლუტურად მკვდარი. მე იურისტი ვარ და ვიცი რა სასამართლოს პირობებში ცხოვრობს ჩვენი ქვეყანა. ანუ იმის თქმა მინდა რომ აბსოლუტურად პოლიტიზირებული არის ყველა საქმე, რაც დღეს იხილება სასამართლოებში და სასამართლო პირდაპირ დაქვემდებარებული არის მართველი პარტიის ეგიდით მუშაობს ფაქტიურად. ეს სახელმწიფო სტრუქტურა აღარ არის. სასამართლო, პროკურატურა, პოლიცია არის პოლიტიზირებული და ამავდროულად არის პარტიული. ანუ მიიტაცა პარტიამ, მიიტაცა სახელისუფლებო ორგანოები დაიქვემდებარა და ამ მაფიოზური სტრუქტურად აქცია და ამის თავში ზის ბიძინა ივანიშვილი და ერთპიროვნულად მართავს და ასეთ პირობებში არ არსებობს არანაირი მოლოდინი. უბრალოდ მე როგორც იურისტი, აი ბოლო დღეები განსაკუთრებით ვფიქრობ, რომ აი გადაკვალიფიცირება მოხდება და ნეტა რა შეიძლება, აი როგორ შეიძლება გადააკვალიფიცირონ განსაკუთრებით ორგანიზატორობის ნაწილში, იმიტომ რომ ის ვნახეთ როგორც გადაკვალიფიცირდა უბრალოდ ჯგუფურობას მოუხსნიდნენ და ინდივიდუალურ რეჟიმში მოხდებოდა და ეს ადვილი იყო, მაგრამ იმ შემთხვევაში, როცა არც ერთი მტკიცებულება არ არსებობს ორგანიზატორობის თვალსაზრისით, ის კი არა, სამი ორგანიზატორი ხომ არის ზვიადი, კარძელაშვილი და კასრაძე. კარძელაშვილი და კასრაძე, ბრალდების მიხედვით. კასრაძე ერთმანეთს იცნობენ, მაგრამ ზვიადი არცეც არ იცნობს. აი, თითქოს ეს სამი აორგანიზებდა ყველაფერს, რაც მოხდა იმ დღეებში საქართველოში, კონკრეტულად რუსთაველის პროსპექტზე. ესენიც კი ერთმანეთს არ იცნობდნენ და ზვიადს ედავებიან ლაივს, რომელსაც ხმა არ აქვს. ზვიადს ედავებიან იმ დღეებში, ანუ დანაშაულს, რომელ დღეებშიც ბათუმში იმყოფებოდა და საერთოდ თბილისში არ იმყოფებოდა. ზვიადის ლაივი 30-ია ჩაწერილი და ედავებიან 28-ში და 29-ში რაღაც დაზიანებული ადამიანები, რომლებიც ვერც ზვიადს ცნობენ და ვერც ერთი ჯგუფის წევრს ვერ ცნობენ. ანუ იმდენი ნონსენსია და იმდენი შეუსაბამოა, რომ ვფიქრობდი ამ დღეებში, რომ აი მოსამართლემ რომ გადააკვალიფიციროს, რითი შეიძლება შეცვალოს ორგანიზატორის თვალსაზრისით და მაინც მეფიქრებოდა, რომ შეიძლება ეს მოწოდებად გადააკვალიფიციროს, იმდენად რამდენადაც ვიდეო, რომელიც გავრცელდა მაშინ, გარკვეულწილად თავდაცვის ღონისძიებებზე იყო საუბარი, მაგრამ ეს შეიძლება ზოგადად ახმული იყოს ხვანაირადაც გააჩნია ვინ როგორ აღიქვამდა და ვიფიქრე მოსამართლე ასე გააკეთებდა, მაგრამ თუ იგივე ორგანიზატორობას დატოვებდა და მხოლოდ კონტექსტ შეუცვლიდა და რაღაც წლებს გაუნახევრებდა თუ შეუმცირებდა, ამას ვერ წარმოვიდგენდი, იმიტომ რომ დღესაც ვფიქრობ, რაზე შეიძლება დააფუძნოს მოსამართლემ, ხო უნდა დაწეროს განაჩენი. რომელი მტკიცებულება უნდა გამოიყენოს, როცა დღეს ამბობს, რომ ლაივს ვერ გამოიყენებს, იმიტომ რომ გამოკლეული არ არის და მტკიცებულება, რომელიც სასამართლოზე არ არის გამოკლეული, ის განაჩენში არ იხსენება. ეგ თუ არ იხსენება, მეორე ფაქტობრივად ტელეინტერვიუ იყო და არაფერი არ არის მაშინ. ანუ რა მნიშვნელობა აქვს? აი რა მნიშვნელობა პოლიტიკური დაკვეთა, პოლიტიკური დავალება, რომელსაც იღებს სასამართლო და აწერს ხელს, იმიტომ რომ ჩვენ ყველანი ვხედავთ, რომ მტკიცებულებების გარეშე ახალგაზრდები, ჩემ შვილზე ბევრად პატარები, გამოკეტეს ციხეში. წერტილი დამთავრდა, უთხრეს, უბრძანეს და შეასრულა. აი ამიტომ კითხეთ, ანუ თქვენ მაინც გქონდათ ეს თავისთავად ასე იყო, მაგრამ აი დღეს ხსნიდა, შეეცადა აეხსნა მოსამართლეს, რაზე აფუძნებდა ამ გადაწყვეტილებას და რაღაცები აი მთლიანობაში იყო აბსოლუტური ბოდვა, რაც მოყვა რა, იმიტომ რომ რაღაც განემარტა უნდა და სწორედ განმარტებით დაიწყო და რეალურად ჩვენ მივიღებთ განჩინებას, რომელსაც საერთოდ საფუძველი არ ექნება და აპელაციაში კოლეგია რო დაждდება, პირველივე შეხედვისთანავე უნდა გააუქმოს, მაგრამ ვიცით რა მართლმსაჯულებაც გვაქვს, მაგრამ ჩვენ ხომ გვაქვს სტრასბურგიც არა და ჩათვალეთ, რომ ყველა საქმე, რომელიც აქ აი პოლიტიზირებულია და პოლიტიკური გადაწყვეტილებები იქნება, ყველა საქმე აუცილებლად სწავა სტრასბურგში და აუცილებლად გამარჯვებით დასრულდება ამ ხელისუფლების წინააღმდეგ.